გუშინ გავიგეთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც ეროვნული ბანკის საბჭოს შეიზღუდება დისკრეციული უფლება, გადაწყვეტილება მიიღოს სების სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. ეს ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების მცდელობაა, რადგანაც ფონდმა ხელისუფლებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებისკენ მოუწოდა. კანონპროექტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის და კიდევ 10-მდე დეპუტატის მიერ არის ინიციირებული. ოფიციალურ რეკომენდაციამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე 6 ივნისს ანალიტიკასთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ენდრიუ ჯუელის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში კითხვაზე არის თუ არა ამ ეტაპზე ყველა პრობლემა უკვე გადაჭრილი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რაც პროგრამის შეჩერებას უკავშირდებოდა საქართველოში, ვკითხულობთ, რომ პროგრესი შეინიშნება, თუმცა კიდევ არის რამდენიმე საკითხი გასარკვევი. პროგრამა შეჩერდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული შეშფოთებისა და სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის შეფერხების გამო. ორივე სფეროში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. ეროვნული ბანკის მმართველ საბჭოში, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ვაკანტური ადგილები შევსებულია, რასაც ჩვენ მივესალმებით. ახლა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს არააღმასრულებელი უმრავლესობის არსებობა ეროვნული ბანკის სამოთავყურეო საბჭოში. შეიზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური გადარიცხვების შესაძლებლობა და დაზუსტდეს და გაძლიერდეს ეროვნული ბანკის მემკვიდრეობის ჩარჩო და საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე მიზანშეწონილია საპრეზიდენტოდან კოლეგიალურ გადაწყვეტილებების მიღების მოდელზე გადასვლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეკომენდაცია ივლისის ბოლოს გასცა. მეოთხე მუხლის კონსულტაციების შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის დამოუკიდებლობის განმტკიცების საკითხი ფონდისთვის კვლავ ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად რჩება. ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, შეივსო საბჭოს ვაკანტური პოზიციები და დაინიშნა სების პრეზიდენტი, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მმართველობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჯერ კიდევ არ არის მიღებული. რეფორმება უნდა უზრუნველყოს სების საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, შეზღუდოს მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა დააზუსტოს სების პრეზიდენტის შემცვლელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი და გაუმჯობესოს საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნები. ასევე სების საბჭოს მხრიდან მმართველობის კოლეგიური გადაწყვეტილებების მიღების მოდელის დანერგვა კიდევ უფრო გაუმჯობესებს სების მმართველობის ხარისხს. მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა გულისხმობს მთავრობის მიმართ სების მიერ ისეთი ფინანსური გადარიცხვის განხორციელების შეჩერებას, რომლის შესახებაც თავად სებს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. რეკომენდაციის დასაზუსტებლად ცხადია პირველივე ეტაპზე მიმართეთ, როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს. საინტერესოა, რომ თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი რეკომენდაციის განმარტება თუ დაზუსტება არ ისურვა, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს და სების პირველ კომენტარებს შეგიჯამებთ მოკლედ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაუძემ გითხრა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაში საუბარი იყო სების მიერ მთავრობისთვის მოგების განაწილების წესზე. სები ყოველწლიურად საკუთარი მოგებიდან მნიშვნელოვან ნაწილს ცენტრალურ ბიუჯეტში რიცხავს. კერძოდ 2023 წელს სებს 559 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა, საიდანაც 303 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხა, 256 მილიონი კი დაიტოვა. შარშან სებს 1,100 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, საიდანაც 670 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადარიცხა, 434 მილიონი კი თავის სარეზერვო ფონდში მიმართა. სების მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ეროვნული ბანკი იღებს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. გარკვეული რეგულაცია, რაც კანონში უწერია ეროვნულ ბანკს, ეს არის მისი მოგების გადმორიცხვა, იქ არის გარკვეული დათქმები, რა შემთხვევაში რა რაოდენობის თანხას რიცხავს. წელს უკვე სარეზერვო ანგარიში მისი შევსებულია, ამიტომ სრულად მთლიანი მოგება გადმორიცხავს, თუმცა იქ ჰქონდა ეროვნულ ბანკს უფლება, რომ გარკვეული თანხა მიემართა მის სარეზერვო ანგარიშზე და ამისი უფრო ნათლად ჩაწერას გულისხმობს სავალუტო ფონდი, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული რა მოცულობით როდის უნდა გადმორიცხოს მისი მოგებიდან. არ ჰქონდეს ეროვნულ ბანკს
იმის საშუალება რომ როცა უნდა გადმორიცხოს თანხა, როცა არ უნდა არ გადმორიცხოს. ანუ დღეის მდგომარეობით არის რეგულაცია, რომელიც შეუძლია ეროვნულ ბანკს მისი სარეზერვო ანგარიში შეავსოს და ამის მერე გადმორიცხოს. შეუძლია არ შეავსოს და ისე გადმორიცხოს. ამის უფრო ნათლად ჩაწერას ითხოვს სავალუტო ფონდი იმისათვის რომ ზუსტად იყოს ცნობილი მოგების შემთხვევაში რა ნაწილი უნდა გადმორიცხოს ბიუჯეტში. ფინანსთა სამინისტროს ინტერპრეტაციისგან განსხვავებული იყო სების განმარტება. ცენტრალური ბანკის მიხედვით რეკომენდაცია არ ითვალისწინებდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25 მუხლის ცვლილებას, რომელიც არეგულირებს წმინდა მოგების გადანაწილებას. არამედ რეკომენდაცია ამავე კანონის სხვა მუხლს შეეხებოდა. რეკომენდაცია შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22 მუხლის მესამე პუნქტს. რეკომენდაცია არ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25 მუხლის ცვლილებას, რომელიც არეგულირებს წმინდა მოგების გადანაწილებას. ამასთან ამ 25 მუხლის თანახმად მოგების გადანაწილების შედეგად ივსება ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდი. ფინანსთა სამინისტროსთან მოგების განაწილების გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკის საბჭოს აქვს უფლებამოსილება დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება სების სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ და IMF-ის რეკომენდაცია შეეხება სწორედ ამ ნაწილს. ამ მუხლის მიხედვით სებს შეუძლია თანხები გადარიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში და ეს საკუთარ ხარჯად ასახოს. მართალია კანონმდებლობით აკრძალულია სების მიერ მთავრობისთვის თანხის ზესხება, თუმცა პირდაპირი დაფინანსების გაცემა შეზღუდული არ არის. მსგავსი დაფინანსება სებს ფაქტობრივად არასდროს გაუწია, თუმცა IMF-ში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თუ კი ეს კანონმდებლობით იქნება შეზღუდული. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან განახორციელოს ფინანსური ტრანსფერი მთავრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ამ მუხლის საფუძველზე ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ტრანსფერი არ განუხორციელებია, ფონდის რეკომენდაციაა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს ამის პოტენციური შესაძლებლობაც კი. ეს ცვლილება რეკომენდებულია სების ფინანსური ავტონომიის გასაძლიერებლად. სებმა მაშინვე ივლისის ბოლოსვე დაგვიდა სტურა, რომ მათი ინფორმაციით მიმდინარეობდა მუშაობა ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ახალი მოდელი სები მთავრობას მის მიერ გენერირებულ მოგებას გაუნაწილებს ისე, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, თუმცა სების საბჭოს დამატებით არ ექნება იმის უფლება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობისთვის სხვა სახსრების გამოყოფის თაობაზე. ამოღებული იქნება ორგანული კანონის 22 მუხლის მესამე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ. რატომ დაინახა IMF-მა მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერის გაცემის შეზღუდვის საჭიროება? ამ კითხვაზე პასუხს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ამ დრომდე ველოდებით.